მინდა დოქტორ ჯოდ ჩამოყალიბების ისტორიას დაუბრუნდე, რადგან როცა 23 წლის იყავით, როგორც თქვენს წიგნში You are the Placebo წერია, თქვენ გქონდათ ბრჭყალებში პრივილეგია, რომ ავტომობილი დაგჯახებოდათ. თქვენ თქვით, რომ ზოგჯერ გასაუძებლად გამოუძების ზარი გჭირდება, ეს ავარია თქვენთვის სწორედ ასეთი გამოუძების ზარი იყო. როცა ეს წავიკითხე, ვიფიქრე, ვაუ, ის მხოლოდ 23 წლის იყო. მან ამ ასაკში შეძლო, რომ არ დაეჯერებინა პროგნოზისთვის, არ გაეკეთებინა ოპერაცია და დაეწყო ზურგის ტვინის სრულყოფილი აღდგენის ვიზუალიზაცია. ის მხოლოდ 23 წლის იყო. ამიტომ მაინტერესებს, როგორი ბავშვი იყავით. ვინ იყვნენ თქვენი მენტორები? ასევე როგორ მიიღეთ ის სიბრძნე, ის შინაგანი დარწმუნებულობა, რომ შესაძლებელია სხვა შედეგიც არსებობდეს? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რას ვაკეთებდი. სიმართლე ეს არის, თუმცა მოდი ასე გადავაფორმულირებ. მე ვფიქრობ, რომ ცოდნა გამოცდილების გარეშე ფილოსოფია, ხოლო გამოცდილება ცოდნის გარეშე უცოდინრობა. მე ძალიან მოსიყვარულე ოჯახიდან მოვდივარ. მამაჩემი იტალიიდან ემიგრირებული იყო, დედაჩემიც იტალიური წარმოშობის იყო. უბრალო ადამიანები იყვნენ. მათ უყვარდათ თავიანთი შვილები და რაც უნდა დამინტერესებოდა ბავშვობაში, ისინი ყოველთვის ამბობდნენ, კარგი ვცადოთ, ისინი ყოველთვის ასეთები იყვნენ. მამაჩემს უნდოდა, რომ ექიმი გამხდარიყავი, მაგრამ იმ დოქტრინასთან, იმ სისტემურ ხედვასთან შეხება ჩემთვის რთული იყო. მე მექანიკური აზროვნების ადამიანი არ ვიყავი. უფრო ვიტალისტური ხედვა მქონდა, სიცოცხლეს როგორც ცოცხალ ძალას ისე უყურებდი. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, თუმცა ჩემი თავისებურებები მქონდა. ნიუ-ჯიორკის დიდ მეტროპოლიურ არეალში ვიზრდებოდი, სპორტით ვკავდებოდი და ჩვეულებრივ ცხოვრებას მივყვებოდი. შემდეგ რატომღაც 17 წლის ასაკში იოგას გაკვეთილზე აღმოჩნდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ იოგას მასწავლებელმა თითქოს მე გამომარჩია. ერთ პოზაში დამაყენა და ისე დამტოვა, სანამ დანარჩენები გაკვეთილს აგრძელებდნენ. მთელი გაკვეთილი იმ პოზაში დამტოვა. ძალიან მტკიოდა, მაგრამ არ ვინძრეოდი. მან ეს იცოდა. არ ვიცი, საიდან იცოდა, მაგრამ ამან რაღაცნაირად გამიხსნა გონება და დამაფიქრა, თუ ეს რა იყო. ამის შემდეგ, სანამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ჩვეულებრივ საქმეს ვაკეთებდი, იოგას კეთებაც დავიწყე. შემდეგ საბრძოლო ხელოვნებებს მივყევი. მერე წავიკითხე წიგნი ერთ იოგზე და ამან კიდევ უფრო გამიხსნა გონება. ვფიქრობდი, თუ როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას და ასეთ სასწაულებრივ რამეებს. მანამდე მეგონა, რომ ასეთი რამ მხოლოდ იესოს შეეძლო. უცებ ვიგებდი, რომ შორეულ აღმოსავლეთში არსებობდნენ ოსტატები, რომლებიც საოცარ რაღაცებს აკეთებდნენ. ამან ჩემი გონება კიდევ უფრო გახსნა. შემდეგ გავიარე უმაღლესი სწავლება. ასევე ჰიპნოზის შესწავლით დავინტერესდი, რადგან მინდოდა აკადემიური სწავლა ისე გამევლო, რომ ჩანაწერები არ გამეკეთებინა. მთელი ჩემი ინტერესი ეს იყო. შემიძლია თუ არა ჩემი გონება ისე დავაპროგრამო, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვისწავლო და სწავლაზე ნაკლები დრო დავხარჯო. თუ სწავლაზე ნაკლები დრო დამჭირდებოდა, მეტი დრო მექნებოდა შავი ქამრის მისაღებად, მეტი დრო მექნებოდა იოგისთვის, მეტი დრო მექნებოდა სხვა ყველაფრისთვის. დაახლოებით 6 თვე დამჭირდა, რომ გაკვეთილზე ისევ ყოფილიყავი, რომ ჩანაწერები საერთოდ აღარ გამეკეთებინა. უბრალოდ ვუსმენდი და მთელ ინფორმაციას ვიმახსოვრებდი. მერე სკოლაში წავედი, გავიარე სერტიფიცირება და ლიცენზია მივიღე, როგორც კლინიკურმა ჰიპნოთერაპევტმა, მაშინ როცა ჯერ კიდევ უმაღლესში ვსწავლობდი. სწავლის პარალელურად კვირაში 2 დღე ჰოლისტური განკურნების ცენტრში პრაქტიკაც გავხსენი. იქ წარმოუდგენელი რაღაცეები ვნახე. ვნახე, როგორ ქრებოდა ადამიანების სხეულიდან გამონაყარი პირდაპირ ჩემს თვალწინ. ვნახე ჯანმრთელობის სხვადასხვა ცვლილებები მხოლოდ იმით, რომ ადამიანებს ვესაუბრებოდი. დავიწყე იმის დანახვა, რომ ქვეცნობიერ გონებას დიდი ძალა ჰქონდა. მე ამას შევეხე და ეს გამოცდილება მივიღე. ამავდროულად ვკითხულობდი იოგებზე და იოგას ვარჯიშებს ვაკეთებდი. მაგრამ როცა ჩემი პირადი ტრავმა მივიღე, როცა ხერხემალში ყველა მალა დამემსხვრა, ეს ჩემთვის ჭეშმარიტების მომენტი იყო. სწორედ აქ უნდა შემედგა ნაბიჯი უცნობში. როცა გეუბნებიან, რომ აღარასოდეს გაივლი, მთელი ცხოვრება პარალიზებული იქნები, გჭირდება რადიკალური ოპერაცია და თან ვერავინ გაძლევს გარანტიას, რომ ის იმუშავებს, ამ დროს მე ვიფიქრე, რომ ჯერ საკმარისად ახალგაზრდა ვარ. არ ჩავიდგამ ამ რკინის ღეროებს ხერხემალში, რომლებიც კისრის ძირიდან ხერხემლის ბოლომდე წავა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ზურგში ჩადგმული ბოძით არ ვივლი. და იცით, მე 4 განსხვავებული ექიმის აზრი მოვისმინე და ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა. განსაკუთრებით მახსოვს ბოლო ექიმი, ძალიან დიდი კაცი იყო.
ვუთხარი, ღმერთო ჩემო, არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამ რკინის ღეროების ჩადგმას. ეს ხომ არ შეზღუდავს მოძრაობას ჩემს გულმკერდის მალებში, მან მიპასუხა. რას ამბობ, შენ გულმკერდის მალებში ისედაც არ გაქვს მოძრაობა, როცა ეს მითხრა, უბრალოდ შევხედე. დაახლოებით 300 ფუტის კაცი იყო. და გავიფიქრე, შეიძლება შენ არ გაქვს მოძრაობა გულმკერდის მალებში, მაგრამ მე მაქვს. სწორედ იმ წამს მივხვდი, აქედან უნდა წავიდე. და ერთადერთი, რაც ვთქვი, იყო ეს, ძალა, რომელმაც სხეული შექმნა, ისვე კურნავს. მხოლოდ ეს ვიცოდი. დავიწყე ფიქრი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰიპნოზის დროს ვხედავდი, როგორ რეაგირებდა მათი სხეული გონებაზე. დავიწყე ფიქრი იმ იოგებზე, რომლებსაც საოცარი რამეების გაკეთება შეეძლოთ. მათი გონება გავლენას ახდენდა არა მხოლოდ საკუთარ სხეულზე, არამედ სხვა ადამიანების სხეულებზეც. დიახ, გეტყვით, რომ მე სულის ძალიან ბნელი ღამე გავიარე. ეს მართლაც ბნელი ღამე იყო, რადგან მაშინ ბოლომდე ჯერ კიდევ არ მჯეროდა. უბრალოდ სხვა არჩევანი არ მქონდა. მე ეტლში ცხოვრებას არ ვაპირებდი და თუ მაინც ვერ უნდა გამევლო, არ მინდოდა ეს ოპერაციის გამო მომხდარიყო. თუ სიარულს ვერ შევძლებდი, მაშინ ჯობდა გამერისკა. მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ არსად მივდიოდი. პირქვე ვიწექი და ვერ მოძრაობდი. ფიქრობდი, ახლა რა უნდა გავაკეთო და გადავწყვიტე, ჩემს ცნობიერებას არ გავაპარებ არც ერთ ფიქრს, რომლისგანცაც არ მინდა. ეს კარგი დასაწყისი იქნებოდა. შემდეგ ვიფიქრე, თუ არსებობს ინტელექტი, რომელიც სიცოცხლეს მაძლევს, მე მასთან დაკავშირებას შევეცდები. არ ვიცი, როგორ დავუკავშირდები, მაგრამ ზუსტად ვაჩვენებ, რა მინდა. ვიცოდი, რომ სხეულს განკურნება შეუძლია, მაგრამ არ მეგონა, რომ მას ასეთი დონის განკურნება შეეძლო. ყველაზე მეტად მიჭირდა კითხვის დასმა, თუ როგორ მოშორდება ძვლის ნამსხვრევები ჩემს ზურგის ტვინს. ერთი მალა ისე იყო დამსხვრეული, რომ გადაგრეხილი იყო და ზურგის ტვინს აწვებოდა. ფიქრობდი, როგორ მოიხსნება ეს იქიდან. მაგრამ ბოლოს ვთქვი, არ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს. შეიძლება ამ ძალამ ჩემზე უკეთ იცის. მე ნამდვილად ვერ შევძლებ ამის განკურნებას, მაგრამ იქნებ მას შეუძლია. ამიტომ გადავწყვიტე, მივცემ მას შაბლონს, მივცემ დიზაინს, მივცემ გეგმას და შემდეგ მივენდობი იმას, რასაც ვაძლევ. მე არ ვიცი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. იქნებ მან იცის. ეს იყო ჩემი გეგმა. ჩემი ცხოვრების პირველი 6 კვირა ყველაზე ბნელი პერიოდი იყო. ეს იყო სულის ბნელი ღამე, რადგან ჩემს გონებას ვერ ვაიძულებდი, ის გაეკეთებინა, რაც მინდოდა. ყოველ ჯერზე, როცა თითოეული მალის აღდგენაზე ვიწყებდი ფიქრს და ამ ინტელექტისთვის იმის ჩვენებას, თუ რა მინდოდა, უცებ სულ სხვა ფიქრებში აღმოჩნდებოდი. სახლი ხომ არ გავყიდო? პრაქტიკა ხომ არ გავყიდო? ეტლში ხომ არ აღმოუჩნდები? და მაშინ ვამბობდი, ღმერთო ჩემო, მე მას ვაჩვენებ იმას, რაც არ მინდა, იმის ნაცვლად, რომ ვაჩვენო ის, რაც მინდა. ფიქრობ, როცა კრიზისში ხარ, ტვინი მუდმივად ცდილობს ყველაზე ცუდი შედეგის წინასწარმეტყველებას. საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი. ადამიანები სანახავად მოდიოდნენ, მაგრამ მათ არ ვიღებდი, რადგან ძალიან გამწარებული ვიყავი. არ მინდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ვენახე. ძალიან მიჭირდა. მაგრამ არასოდეს დავნებებულ ვარ. ისევ და ისევ ვაგრძელებდი თითოეული მალის აღდგენას ჩემს წარმოსახვაში. მინდოდა დასაწყისიდან ბოლომდე ისე მივსულიყავი, რომ ფოკუსი არ დამეკარგა. საათებს ვხარჯავდი ამაზე, მართლა საათებს ვხარჯავდი. ბოლოს, 6 კვირის შემდეგ, თითქოს ჩოგბურთის ბურთი ზუსტად იდეალურ წერტილში მოვარტყი. არ ვიცი რა მოხდა. უბრალოდ ყველაფერი აეწყო. იმ მომენტში ვიგრძენი, აი ეს არის და ამის შემდეგ ის, რის გაკეთებასაც ადრე 3 საათს ან 2 საათნახევარს ვანდომებდი, უკვე 45 წუთში შემეძლო. ყურადღების შენარჩუნებასა და აწმყოში ყოფნაში ძალიან გავძლიერდი. ჩემს ტვინში ახალ კავშირებს ვქმნიდი, ნეირონები ერთად ინთებოდა და ერთად ებმებოდა, ამიტომ პროცესი უფრო მარტივი გახდა. როგორც კი ეს მოხდა, დავიწყე შემჩნევა, რომ უფრო მეტი მოძრაობა შემეძლო. ჩემი მოტორული ფუნქცია იცვლებოდა, გრძნობელობაც იცვლებოდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. როცა მივხვდი, რომ ის, რასაც ჩემს შიგნით ვაკეთებდი, ჩემს გარეთ შედეგს ქმნიდა, ვეღარავინ გადამარწმუნებდა. ამის შემდეგ ეს პროცესი აღარ მაშინებდა. აღარ ვფიქრობდი, ღმერთო ისევ ჩემს შეზღუდულ გონებას უნდა შევხვდე პირისპირ. პირიქით, როგორც კი ცვლილებების შემჩნევა დავიწყე, ძალიან აღვფრთოვანდი. მთლიანად ჩავერთე. ზუსტად ასე ემართებათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩვენს მუშაობაში სპონტანურ გაუმჯობესებას განიცდიან. მათ მხოლოდ ერთი ნიშანი სჭირდებათ, ღმერთო ჩემო, პირველად მეძინა მთელი ღამით. ღმერთო ჩემო, ხელზე გამონაყარი გაქრა.
ღმერთო ჩემო, ტკივილი თითქოს აღარ მაქვს. მათ მხოლოდ ერთი პატარა სიგნალი სჭირდებათ და ეს პატარა სიგნალი აჩვენებს, რომ ის, რასაც ისინი საკუთარი თავის შიგნით აკეთებენ, მათ ცვლის. ამიტომ ეს მარტივი გზა არ ყოფილა. რეალურად არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ 6.5 კვირის შემდეგ რაღაც ძალიან საინტერესო მოხდა. იმის ნაცვლად რომ მეფიქრა, ღმერთო ჩემო, მთელი ცხოვრება ეთლში ვიქნები, ანა არ ვიცი, სახლი გავყიდო თუ პრაქტიკა, დავიწყე ფიქრი, ღმერთო ჩემო, როგორ მინდა მეგობრებთან ერთად მაგიდასთან ჯდომა და საჭმლის ჭამა. ცხოვრებაში აღარასოდეს მივიღებ ერთ ჩვეულებრივ საჭმელს, როგორც თავისთავად მოცემულს. ღმერთო ჩემო, როგორ მინდა შხაპში შესვლა. როგორ მინდა დამოუკიდებლად დავიბანო და შხაპში ფეხზე ვიდგე. როგორ მინდა საპირფარეშოს გამოყენება. როგორ მინდა ისევ მზის ჩასვლის ნახვა და მე ისევ და ისევ წარმოვიდგენდი ყველაფერს, რისიგანცაც მინდოდა. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ამ მომავალს წარმოვიდგენდი, აღფრთოვანებას უგრძნობდი. ოპტიმისტი ვიყავი, ენთუზიაზმით სავსე ვიყავი, იმ ხედვით ვიყავი მოტივირებული და ამან, რაღაც ფორმით ჩემი გამოჯანმრთელება დააჩქარა. შემდეგ, 10 კვირაში, ისევ ფეხზე ვიდექი. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს. მას შემდეგ მთელი ცხოვრება ამ პროცესის საიდუმლოს ახსნას ვცდილობ. შემდეგ დავიწყე სხვა ადამიანების სპონტანური გაუმჯობესებების შესწავლა და თითქოს ეს პატარა თოკი იყო, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ვეკაჩები. ეს საოცარია. ოდესმე მადლობა გადაუხადეთ იმ ხანდაზმულ ქალს, რომელმაც მანქანით დაგარტყათ? იმიტომ, რომ რაღაც მხრივ სწორედ მისი წყალობით გვყავს დღეს ასეთი დოქტორი ჯო. დიახ, მე მას ძალიან თბილი წერილი გავუგზავნე და ვთხოვე, რომ ცხოვრებაში ამის გამო თავი ცუდად არ ეგრძნო. მაგრამ ჩემი საყვარელი მომენტი იყო, როცა იმ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს დავუკავშირდი. ეს იყო ის კაცი, წითელი ჰალსტუხით, რომელმაც მითხრა, რომ ალბათ თავის ტრავმა მქონდა. მამა ჩემსაც უთხრა, თქვენს შვილს დაელაპარაკეთ. ეს ჩემი შვილი რომ ყოფილიყო, ახლა საოპერაციო მაგიდაზე იწვებოდა. მახსოვს, ჩემს კლინიკაში, ბნელ ოთახში ვიყავი და რენტგენის სურათებს ვამუშავებდი. იქ ტელეფონი იდო, ავიღე და დავურეკე. ის იმდენად გაოცებული იყო, იმდენად გახარებული იყო ჩემს გამო, რომ მითხრა, ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ამას ვერასოდეს დავიჯერებდი, მე კი ვუთხარი, იცით რა, ჩემი მიზანი არ ყოფილა, თქვენთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდით. ეს არ იყო ჩემი განზრახვა. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ, რომ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ რაღაც სხვანაირად მოხდეს და შეიძლება, სწორედ ასეა, რა მოხდება, თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, სინამდვილეში საუკეთესო რამეა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო? რადგან ალბათ დღეს აქ საერთოდ არ ვიჯდებოდი, ის მომენტი რომ არ მქონოდა.